ახალგაზრდების საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ამ სახელწოდებით მრგვალი მარდიდა გაიმართა სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაც ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. ახალგაზრდული არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის წევრებსა და დარგის სპეციალისტებს საკუთარ მოსაზრებებსა და შენიშვნებს აცნობენ. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრების განცხადებით მსგავს შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები კომისიისთვის შემდგომი განხილვის საგანი გახდება. ახალგაზრდების ჩართულობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციის დამატებითი საფუძველი და ყოველთვის, როდესაც საქართველოში ახორციელდება კონსტიტუციური რეფორმა, ჩვენ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები ბუნებრივია ვიქნებით პროცესების ავანგარდში. ჩვენი როგორც საორგანიზაციო კომისიის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ გავაცნოთ საზოგადოებას კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, ყველაფრის ამის ანალიზი მოხდება საბოლოო ჯამში და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიეწოდება საქართველოს პარლამენტს და უკვე პარლამენტი იმჯელებს საბოლოოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე.